საქართველოს საპატრიარქოს 18 თებერვლის განცხადებით ხვალ 20 თებერვალს 17 საათზე ბეთანიაში ღირსი მამის გაბრიელ სალოსის მოძღვრის ღირსი მამა იოანე გიორგი მხეიძისა და ღირსი მამა იოანე მაისურაძის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდება. წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დასვენდება. ამავე დღეს 19 საათზე საზეიმო ლოცვა დაიწყება. 24 საათზე კი წირვა ღამის თევით აღევლინება. ამასთანავე, როგორც ცნობილია, შაბათს 22 თებერვალს აღმოყვანებული იქნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და მისი მრევლი ამ უმნიშვნელოვანეს დღეებს დიდი სიხარულით ელოდება. რაც შეეხება ბეთანიაში მოღვაწე ბერებს, საინტერესო იქნებოდა მაყურებლისთვის მათი ცხოვრება შეგვახსენებინა. მე-19 საუკუნის ბოლოს ბეთანიის მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელმონაზონი სპირიდონი კეთილაძე, რომელიც აქ სრულიად მარტო ამოსულა. 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით გაუმართა სავანე, რათა მცირე რიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი ვასილ მაისურაძე, რომელიც 1903 წელს ღვთისმფარული განგებულებით ათონის წმინდა მთაზე აღმოჩნდა იოანე ღვთისმეტყველის სავანეში, სადაც 17 წელიწადი დაჰყო. დროთა ვითარებამ აიძულა ქართველი ბერები წმინდა მთა დაეტოვებინათ. საქართველოში დაბრუნებული ბერების ნაწილი არმაზის მონასტერში დასახლდა. მათ შორის იყო ვასილ მაისურაძეც, ახლა უკვე მღვდელმონაზონი იოანე. 1921 წლისათვის კი იქ მხოლოდ 2 ბერიღა დარჩენილიყო, მამა იოანე და ძმობის კიდევ ერთი წევრი. ერთხელ მონასტერში 2 შეიარაღებული ჩეკისტი მივიდა, რომლებმაც ბერებს უბრძანეს თან გაჰყოლოდნენ. გზაში მოულოდნელად ორივეს ესროლეს და რაკი დახოცილები ეგონათ ხევში გადაყარეს. მეორე ძმა მალე მოვიდა გონს და გაჭირვებით მცხეთამდე მიაღწია. მაშინვე დაუწყეს ძებნა მამა იოანეს და ისიც ცოცხალი იპოვეს. დიდხანს უვლიდნენ მას სამთავროს მონასტრის დედები. გამოჯანმრთელების შემდეგ კი ბეთანიაში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მამა სპირიდონი. მალე მამა სპირიდონმა მონასტრის წინამძღვრობა მამა ილიას ფანსულაიას ჩააბარა. დიდხანს ისიც არ ყოფილა იღუმენი. სულ მალე სავანე მამა იოანემ გადაიბარა. 1924 წელს ბეთანიის მონასტერში ბერი გიორგი მხეიძე მივიდა. ცნობილია, რომ იგი რაღაც დროის განმავლობაში წმინდა ილია მართალთან პირად მდივნად მსახურობდა. მისი ადრეული მოღვაწეობიდან ვიცით, რომ ბეთანიაში ჩამოსვლამდე უკვე ბერად იყო აღკვეცილი და ხირსის მონასტერში ცხოვრობდა. ბერად მიტროპოლიტ ნაზარის აღუკვეცია. ხირსის მონასტრიდან კომუნისტებმა 1924 წელს ყველა განდევნეს. მათ მამა გიორგის წვერი სანახევროდ შეჭრეს. ამის შემდეგ სანამ წვერი არ წამოეზარდა, იგი სახე ახვეული დადიოდა. მეორე დამგვარი შეურაცხყოფა მას ღვიძლი ძმებისგან შეხვდა. მათ ძმარწმენის გამო საგდად და ღამის მძინარეს წვერულვაში მოკრიჭეს. გამოღვიძებულმა ძმებს მხოლოდ ეს უთხრა: ღმერთი გაგებინებთ პასუხსო. მისმა ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი მეუღლესთან ერთად დახვრიტეს. ბეთანიის მონასტერში მამა იოანემ და მამა გიორგიმ თითქმის მთელი ცხოვრება ერთად დაჰყვეს აღსასრულამდე. ბერები ამაღლებულ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამასთანავე ყველანაირად ცდილობდნენ დაეფარათ თავიანთი სულიერი ღვაწლი. წმინდა მამებს სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდათ და ლოცვით მრავალი ავადმყოფის განუკურნავთ. მათ ასევე წინასწარმეტყველების უნარი ჰქონდათ და ხშირად ამითაც აკვირვებდნენ ადამიანებს. მამა გიორგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ანგელოზისა და წმინდა თეკლეს გამოცხადების ღირსი შეიქმნა. ღვთისმშობელობა იგი აუტანელი ტკივილებისაგან განკურნა. ღირსი მამების შესახებ ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანთა მოწმობით ვიცით, ვინც მათ ახლოს იცნობდა. ჩვენ ეთერში დავბრუნდით, პირდაპირ ეთერში მოგესალმებით მათ, ვინც ახლა შემოგვიერთდით ტელეეკრანებთან. ჩვენ საუბრობთ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების დირექტორის მოადგილე დეკანოს ზურაბ ცხოვრებაძესთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე და მოვლენაზე, სასიხარულო ფაქტზე, ხო? მართლაც ხვალ არის ძალიან დიდი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, ზემო ბეთლემის მამების საფლავის გახსნა, ბეთანის მამების საფლავის გახსნა.
მამო, იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ ამ მნიშვნელოვანი ხვალინძელი დღის შესახებ. ჩვენ მაყურებელს შეიძლება ახსოვს გუშინ წინ ჩვენ ვიყავით ეთერში, სწორედ თქვენ სტუდიაში ვიყავით და საუბრობდით მამა გაბრიელის შესახებ, იმიტომ რომ შაბათს 22 თებერვალს არის მამა გაბრიელის საფლავის გახსნა და მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ მამა გაბრიელის სურვილი იყო ის, რომ მისი მოძღვრის საფლავის გახსნილიყო. ჩვენ აღარ დავაზუსტებთ, რომ ის ამბობდა ესეთ რამეს, რომ ჯერ ჩემი მოძღვრის საფლავი გაიხსნება და შემდეგ გაიხსნება ჩემი საფლავიო. და აი მართლაც ეხლა გუშინ გავიგეთ ჩვენ ამის შესახებ, რომ ესე იგი ხვალ 22 თებერვალს, უკაცრავად ხვალ 20 თებერვალს იხსნება ბეთანიაში, როგორც მამა გიორგი მხეიძის სქემაში მას იოანე ეწოდებოდა სქემაში იოანესი და მამა იოანე მაისურაძის საფლავები. ეხლა ამ მამების შესახებ აი ეკრანზე ჩანს კიდევაც ეს ფოტოები, რომელიც ასახავს ბეთანის მონასტრის ცხოვრებას. ეს განსაკუთრებული მონასტერი აღმოჩნდა ჩვენთვის მე-20 საუკუნეში, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში, როდესაც უამრავი მონასტრები დაიკეტა, დაიხურა რა, ფაქტიურად ამ მამათა მონასტრებს შორის ეს იყო ერთადერთი, რომელიც აგრძელებდა ცხოვრებას, სანამ ბოლო მამა არ გარდაიცვალა იქ 1962 წელს და ეს იყო მამა გიორგი მხეიძე, მაგრამ თანმიმდევრობით მივყვეთ მაინც საინტერესოა ცხოვრებას, ბეთანის მონასტრის ცხოვრებას, მათაც გამორჩეული მამები იყვნენ ესენი და ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ბეთანიაში. მამა იოანე მაისურაძე 17 წელიწადი მოღვაწეობდა ათონის მთაზე. იქ ქართველებს მონასტერი არ ჰქონდათ, ჯერ დიდი მონასტერი, უკვე ივერთა მონასტერი ბუნებრივი ჩვენი აღარ იყო, მაგრამ ჰქონდათ სკიტი, პატარა მონასტერი, მაგრამ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად ბერძნებმა იქიდანაც აიძულეს ქართველი ბერები, რომ წამოსულიყვნენ. ამის შემდეგ ის ჩამოდის საქართველოში, აი ასეთ გულსატკენი ამბავი მოხდა, მას ძალიან გულით კიოდა ამ ამბის გამო და რაღაცნაირად გულის ტკივილით იხსენებდა ბერძენი ბერების ამ საქციელს, მაგრამ ჩამოდის საქართველოში და აქ ხდება არანაკლებ მძიმე სიტუაცია, უბრალოდ აქ კიდევ უარესი სიტუაცია ხდება, იმიტომ რომ უკვე საბჭოთა ხელისუფლება არის დამყარებული და იგი ხდება არმაზის მონასტერი. არმაზის მონასტერი ახლა აღარ არის, მაშინ ეტყობა არსებობდა იქ არმაზის მონასტერი. იქ ერთ-ერთ მასთან ერთად იყო, ერთ-ერთ სულიერ მასთან ერთად იყო, მაგრამ ერთ დღეს ამ მონასტერში მიდის ორი ჩეკისტი, შეიარაღებული ჩეკისტები და ისინი ეტყვიან, რომ სასწრაფოდ უნდა წამოხვიდეთ ქალაქში. ისინი უკან მოყვებოდნენ ბერებს და გზაზე რაღაცა მომენტში ცეცხლი გაუხსნეს ბერებს ზურგიდან და ორივენი დაიჭრენ. ეგონათ ჩეკისტებს, რომ ეს ორივენი მოკლეს და პირდაპირ გადააგდებს გზიდან ხევში და გააგრძელეს გზა, მაგრამ ღვთის განგებას ვერავინ ვერ განსაზღვრავს. ორივე დაჭრილი იყო, მაგრამ არც ერთი არ გადაცულა. ერთ-ერთმა მამამ, აი მეორე მამამ შეზო ცხეთამდე ჩაეღწია, იქ შეატყობინა კეთილ ადამიანებს ამ უბედურების შესახებ და ისინი სასწრაფოდ დაბრუნდნენ, იპოვეს მამა იოანე, რომელიც დაჭრილი იყო გუმკერდის არეში, მაგრამ გარდაცვლილი არ იყო, წამოიყვანეს და ესე იგი გადაარჩინეს. შემდეგ სამთავროს მონასტერში დედები უვლიდნენ მამა იოანეს და მათაც გამოაჯამთრელეს, თუმცა საკმაოდ გაჭირდა მისი გამოჯამთრება, მე უჭრილობა არ ხოცდებოდა. ამის პარალელურად მამა გიორგი, ასე ვთქვათ, სულიერი გზა უკვე ისაზღვრება, იმიტომ რომ მამა გიორგი თავიდან საერო მოღვაწე გახდათ, იგი პეტერბურგში სწავლობდა, ძალიან კარგი განათლება მიიღო. თბილისში ყოფნის დროსაც იგი იცნობდა იმდროინდელ თითქმის ყველა მოღვაწეს, ცნობილ მოღვაწეს, ესე იგი ასეთი ცნობაც აქვს ჩვენ შემორჩენილი, რომ წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის პირად მდივანათა ცოტა ხანს უმსახურია, მასედა ნაკლებად იციან ამ ცნობის შესახებ, მაგრამ აქ ხდება მიცხოვრებაში გარდატეხა. გარდატეხა ხდება და როგორ? აი ეს გარდატეხა მოხდა მისი ძმის მეშვეობით. ძალიან დიდი ოჯახი ყავდათ ხეიძეებს. ეს გახლავთ ამბროლაულის რაიონის სოფელი კრიხი. ქაური მხეიძეები და თავადიშვილური გვარის წარმომადგენლები, თავადური გვარი გახლავთ ეს და ამ და-ძმათაგან სხვადასხვა გზას დაადგა. ყოველთ თავისი გზა აირჩია, მაგრამ ერთი ძმა, პოლიაქტორი, იყო განსაკუთრებულად მორწმუნე. განსაკუთრებულად მორწმუნე და აი მის ცხოვრებაში რაღაც მომენტიდან რაღაც განსაკუთრებული გარდატეხა ხდება, იგი იწყებს განმარტოებას, ლოცვას და როგორც ჩანს, ესე იგი გამოცხადებების ღირსიც გახდა, ჩანაწერებს აკეთებდა იგი. და გარდაცვალების წინ
უცბად მოულოდნელად დადგა მისი გარდაცვალება, ეთყობა უფალმა გადაწყვიტა სწორედ ამ სეთ მდგომარეობაში გაეყვანა იგი ამ ქვეყნიდან. მან თქვა, რომ აი დედას უთხრა, რომ აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა ჩემთან, ჩემს დასაყვანათო და აი ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვალა. როდესაც მამა გიორგი ჩავიდა კრიხში და ნახა თავის ძმის ჩანაწერები, ამ ჩანაწერებმა მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და აი მანაც გადაწყვიტა, რომ მე უკვე უფალს უნდა შევწირო ჩემი თავი, უფალ სამსახურს უნდა შევწირო ჩემი თავი და მათაც იგი უკვე გადაწყვეტს ბერობას, იწყებს ბერობას და ესე ხდება იგი უკვე მერე შემდგომში 1924 წელს ბეთანიის მონასტერში. რთული დრო იდგა, ძალიან მძიმე დრო იდგა და ბუნებრივია რომ დალხენილი ცხოვრება ბეთანიის მონასტერში ამ მამებს არ აქონიათ. იყო შემთხვევა მანამდე გამომჩა რომ მამა გიორგის ბერად აკვეცა მოახდინა ამ გდელმოწამე ნაზარი ლეჟავა. ანუ ქუთაისელმა მიტროპოლიტმა, რომელიც იქნა 1920 წელს დახვეწილი. ანუ აქაც იგრძნობა თითქოს რაღაც მემკვიდრეობა, ვითობა, წმინდანების ერთმანეთთან კავშირი, არა გადაიკვეთება მათი ბერად და ხისის მონასტერში მოღვაწეობს. ხისის მონასტერი დაკავშირებულია ცნობილ ზედაზნელ მამასთან სტეფანე ხირსელთან. იგი ბოდის მონასტრიდან 22 კილომეტრში არის არსებობს ეს მონასტერი. სამწუხაროდ ნაკლებად იციან ჩვენ უფრო ბოდვის მონასტერს ყველა მიცის, მაგრამ ხისის მონასტერი იქვე არის და ხშირად ყურადღების მიღმარჩება პილიგრიმებს. და იქ მოღვაწეობს, მაგრამ იქაც მოხდება თავდასხმა ბოლშევიკებისა, ჩეკისტებისა, მიუვარდებიან მონასტერში და შეკრავენ მას და სამხარეს ჩამოპარსავენ. ეს ხშირი მოვლენა იყო მაშინ 20-იან წლებში. ამით შეურაცხყოფდნენ სასულიერო პირებს, დაცინოდნენ და სანამ წერი ამოვიდოდა, ესე იგი შეხვეული დადიოდა იგი თურმე. ამის შემდეგ იგი უკვე ტოვებს ხირსის მონასტერს და აიძულეს ის ხირსის მონასტერის დატოვებას და იგი ხდება უკვე ბეთანის მონასტერში და აი აქ ამ ორი ადამიანის ცხოვრება მართლაც ისე და სულიერი ცხოვრება გადაეჯაჭვა რაღაცა უცრად ერთმანეთს. ანუ შეიძლება ესეთი შედარებად მოვიტანოთ და გავიხსენოთ წმინდა გრიგო ღვთისმეტყველის სიტყვები, რომელსაც იგი ამბობს თავის სულიერ ძმაზე ბასილი დიდზე, რომ ჩვენ თითქოს ვიყავით ერთი სული ორ სხეულში. აი მართლაც ესე ერთი სული იყვნენ ორ სხეულში და როგორი სიყვარული ჰქონდათ მათ ერთმანეთს, როგორი ძმობა გაუწიეს ერთმანეთს, როგორი თავდადებულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ინაწილებდნენ ხოლმე ფუნქციას. მამა გიორგი მხეიძე უფრო სუსტი იყო ფიზიკურად და ხშირად ავანტყოფობდა და ამიტომ მამა იოანე მაქსიმალურად ზრუნავდა მასზე და არიდებდა მძიმე სამუშაოებს. მძიმე სამუშაოებს სულ თვითონ ასრულებდა ხოლმე და ცდილობდა რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად ხელი შეეწყო. მისთვის ასევე მამა გიორგის რაღაცაც რა თქმა უნდა განსაკუთრებულად უყვარდა თავის სულიერი ძმა და ეს არც არის განსაკუთრებული მათი სიყვარული იცით რაში იმაშიც კი გამომჟღავდა, როდესაც მამა გიორგის გარდაცვალების მომენტი დადგა, მან თქვა რომ ესე იგი მამა გაბრიელს უთხრა უკვე ურგებაძეს რომ აიო ჩემთან მამა იოანე გამომეცხა და უკვე გარდაცვლილი იყო და მითხრა რომ დღეს ერთად ვიქნებითო ჩვენ. ანუ გარდაცვალების წინ ესე იგი მამა იოანე ეცხადება მას და ეუბნება რომ ერთად ვიქნებით. ან ესე იგი ამ სიკვდილმაც ვერ დააშორათ ისინი. ეს 5 წლის მანძილზე მამა გიორგი უკვე ცხოვრობდა მარტო ბეთანიის მონასტერში და ესე იგი ერთ-ერთ აღდგომა დღეს ის მივიდა საფლავთან და ესე იგი მიულოცა. ქრისტე აღსდგა, უთხრა და მამა იონას საფლავიდან უპასუხა ჭეშმარიტად აღზრდა. აი ესეთი ურთიერთობა ჰქონდა და მათ სასწაულმოქმედი მამები იყვნენ რა. ესე იგი მათ განუკურნათ ესე იგი მაგალითად ტვინის ანთებით იყო ავად მამა გიორგი ძმიშვილი და უკვე ექიმებს არ ჰქონდათ მისი გამო ჯანმრთელების იმედი, მაგრამ ერთი თვით დაიტოვეს მონასტერში, ერთ თვეში ჯანმრთელი ჩააბარეს თავიანთ მშობლებს. ერთი მუნჯი ბავშვი იყო ჩაუყალეს, ისიც კი განკურნეს და ხშირი იყო ეს განკურნების შემთხვევები, მაგრამ მამები რასამობდნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა განკურნეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავანე იყო, ეგ ტაძარი ხო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე არის აგებული და ამიტომაც 21 სექტემბერს არის ამ მამების ხსენების დღე. და თავის თავს ესე იგი არ მიაწერდნენ ირიდებდნენ ამ სასწაულს. არა და ჩვენ ვიცით გამოცხადებები რომ მას გამოცხადებები ქონდა და აი მაგალითად მამა გიორგი მხეიძის შემთხვევაში რა გამოცხადება ქონდა. ერთხელ მას როდესაც ტაძართან იჯდა წმინდა მოწამე თეკლა გამოეცხადა და მტევანი მიაწოდა. მტევანი ესე იგი ზეციური საჩუქარი მისცა მას.
ეთხა მას ქონდა აუტანელი ტკივილები, ესე იგი, მკერდის არეში, ვერაფრით ვერ უშველეს, თბილისშიც კი ჩაიყვანეს, მისი ძმისშვილი ექიმი იყო და კურნალობდა, მაგრამ არაფერ არ გაჭრა და იგი კვლავ დაბრუნდა მონასტერში და აქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეცხადება მას და ესე იგი განკურნავს მის ამ ტკივილებს. ეს მან აუწყა მამა გაბრიელს აუწყა აი ამ ესე თქვათ განკურნების შესახებ და ბოლოს კიდე აი სწორედ როდესაც უკვე მძიმედ იყო ავა და თბილისში იყო ანგელოზი ეცხადება მას და ეუბნება შეუნდა დაბრუნდე მონასტერში და მათაც მამა გიორგი მხეიძე ბრუნდება მონასტერში და იქ აღესრულება. არ შეიძლება არ ითქვას ეს როგორ მოხდა მისი აღსრულება და ეს ჯერ როგორ გადაეცა. მამა გაბრიელს ეუწყება. მამა გაბრიელი უვლიდა მონასტერში მამა გიორგის უკვე, მაგრამ იმ მომენტში წასული იყო სვეტიცხოველში თავის წირვა უნდა ჩაეტარებინა და შეჩერდა ქალაქში, იმიტომ რომ არ იყო ისე ცუდად მაშინ მამა გიორგი და ამ დროს მას ჩაესმახვა რომ სასწრაფოდ წადიე ბეთანიაში. იგი სასწრაფოდ დადის ბეთანიაში. მამა გიორგი ძალიან გაუხარდება მისი ნახვა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა უზიარებლად არ გამიშვა ამ ქვეყნიდან, სასწრაფოდ ესე იგი დამოემზადა და დააყენე წირვა რომ მაზიარო და მათაც ეზიარება შემდეგ მამა გაბრიელს ეტყვის რომ წამიკითხე სულ ბრძოლის ლოცვა, არა სულის გასვლის ლოცვა. თავიდან გაჭირებია მამა გაბრიელს ამის წაკითხვა, ცრემლები მაგჩობდა. მე თვითონ გამომართვა, კურთხევანია თვითონ დაიწყო კითხვა და მე მომერიდა და მე ძალები მოვიკრიბე და ისე მე წავიკითხეო და აი აქ იგი ამბობს რომ აი გამომეცხადნენ ესე ჩემი ძმა როგორც ჩანს ეს ბერად რომელიც ის მოწმუნე ძმა რო იყო განსაკუთრებით მოწმუნე ძმა ის გამოეცხადა მამა იონეო და კიდევ და ვეღარ დაასრულა უკვე მისი სული გავიდა აი ამ ქვეყნიდან ესე მოხდა გარდაცვალება მამა გაბრიელი თხოვდა რომ მე წამიყვანეო ნუ დამტოვებ ამ შფოთვარე წუთისობაში მაგრამ მამა გიორგი მუწინასწარმეტყველა მას რომ შეუნდა დარჩე ჯერ უნდა გაიარო ის გძელი და რთული გზა ძალიან ბევრი განსაცდელები გექნება მაგრამ ნუ გეშინია მე შენს გვერდით ვიქნები უფალი არ მიგატოვებს ასევე თქვა რომ ბეთანის მონასტერს მე არ დავტოვებო სულით აქ ვიქნები იცოდა რომ დაცარიელდებოდა შენც არ გაგაჩერებენო მონასტერში ანუ წინასწარმეტყველური სულის მამები იყვნენ მამა იონეც და მამა გიორგიც და აი ასე მათაც ესე მოხდა ყველაფერი ესე დასრულდა და აი მამა გაბრიელი ყოველთვის ძალიან დიდი სიკეთით იხსენებდა როგორც მამა იონეს ისე მამა გიორგის ყველას უყვებოდა მათი ღვაწლის შესახებ და ის იყო სულიერი შვილი მამა გიორგი მხეიძისა მათაც იმემკვიდრევა მან ეს საოცარი სულიერება და ეხა ორივენი სამივენი ერთად ხარობენ ზეცაში არ შეიძლება იქ არ აღინიშნოს მამა ვასილი ფრიცხალავა შესახებაც რომელიც ესევე იქ მოღვაწეობდა და ასევე განსაკუთრებული და გამოჩეული მოღვაწე იყო ესე იგი აი მე ერთ იმას ვიტყვი მამა გაბრიელი როგორ ატყობინებს მინდრომდიერ პატრიარქ ეფრემს მამა გიორგის გარდაცვალების შესახებ მრავალი შრომითა და ღვაწლით უფლის მიმართ მიიცვალა ბეთანის მონასტრის ქიმომენი გიორგი 12 სექტემბერს 4 შაბათ ცისკრის 3 საათზე დელმონაზონი გაბრიელი და ამაზე იქვე მიუწერია პატრიარქ ეფრემს ღმერთმა განუსვენოს დაიგზალოს იოანეს გვერდით თვითონ პატრიარქმა ეფრემმა აუგო წესი და ცრემლები წამოვიდა წესიაგების დროს და შესთხოვა მამა გიორგის რომ მიხვალ უფალთა შესთხოვე ჩვენთვისაც ჩვენთვისაც ილოცეო მამა ზურაბ სრულდება ჩვენთვის განკუთვნილი დრო და აი მაყურებლისთვის გაუგებარი რომ არ დარჩეს გაუგებრად რომ არ დარჩეს მამა გაბრიელის საფლავი ვიცით რომ იხსნება იმ მიზნით რომ მისი წმინდა სხეული გადასვენებული იქნება სამთავროს ტაძარში და აი ამ შემთხვევაში აი ბეთანიელი მამების შემთხვევაში როგორ არის ანუ იცით რა აი ეს ეხლა იმდენად ახალი ინფორმაცია არის რომ ალბათ რაღაც დაზუსტება დღეს ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით კიდე დღეს აი განთიადის მომზადებულ სიუჟეტიც გავა დღის განმავლობაში იმედი გვაქვს რომ სხვა სტუმრებიც იქნებიან შეიძლება შუადღეში მოვახერხოთ და მოვასწროთ ვინმეს მოწვევა ხვალაც ამ თემაზე ვისაუბრეთ ჩვენი ნიუსებიც ისაუბრება უბრალოდ ჩვენი მაყურებლისთვის ვიტყვი რომ 2003 წელს მოხდა
კანონიზაცია მამა გიორგისა და მამა იოანესი აი ამის. სხვათა შორის ერთი საყურადღებო ფაქტი მამაზურა, როგორც ვიცით, მამა იოანე სამაჩაბლოდან იყო და განსაკუთრებით ხარობს ეს მხარე და მათი მოსახლეობა სოფელი ერედი. მე მინდოდა წერა მეთქვა და რაღაც სისწრაფეში გამომჩა, იგი იყო აი სამაჩაბლოს იმ ახლა ოკუპირებული ტერიტორია რაც არის. არა? აი იქიდან იყო მამა იოანე და მასაც მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ რა შეიძლება მალე დავიბრუნოთ ჩვენ ეს ტერიტორიები როგორც შიდა ქართლი ისე აფხაზეთი. უღმესი მადლობა შეგვეწიოს მინდა მამის მართა საოცარი მოღვაწეების ლოცვა ღვთის წინაშე. მადლობა სტუმრობისთვის მამაზურაბ საინტერესო საუბრისთვის ტელემაყურებლებს